მეგობარი ემიგრაციაში გამოიცნობაო, ნათქვამი არ არის, მაგრამ აგებ თქვი და იქნება აწ. ეს მარტო ჩემი პრობლემა რო იყოს, ვიფიქრებდი, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი, ან მეგობრები მყავდა არასწორად არჩეული, მაგრამ სამწუხაროდ ბევრისგან მესმის და მინდა ყველას მაგივრად გითხრათ, რომ ძალიან ტეხავს 21 საუკუნეში, რომ მიზეზად მოგაქვთ, არ ვიცი თქვენთან რა დროა, არ ვიცი გცალია თუ არა, ვერ მოვიცალე რო დამერეკა 1 წელი, 2 წელი, 5 წელი. მაგის თქმას ჯობს პირდაპირები იყოთ და აღიაროთ, რომ რატომღაც სურვილი აღარ გაქვთ ჩვენთან ურთიერთობას. თქვენ თუ გგონიათ, რომ ამერიკაში რა გვიჭირს, ან მე ქმარი აქ დამხვდა და ავშენდი, ან ჩვენ მხოლოდ ისეთ ადგილებში დავდივართ, სადაც ფოტოებზე ვჩვენავთ, ძალიან ცდებით. ბევრიც გვიჭირს, ბევრიც გვაწუხებს და რომც არ გვაწუხებდეს, არ ვფიქრობ, რომ მოკითხვა მხოლოდ დამწუხრებულ ადამიანს სჭირდება. აქ არ არის საქმე მხოლოდ მოკითხვაზე. უბრალოდ ხშირად სურვილი გვიჩნდება, რომ მეგობრებს ვესაუბროთ, გვენატრებით, ძველებურად გვაინტერესებს თქვენი ამბები. მე ისევ ისეთი ვარ, ისევ იქ ვარ. მხოლოდ ლოკაცია შევიცვალე. და რატომღაც 2-3 გოგოა, ვინც ესე მომწერს ხოლმე, როცა დრო გექნება დამირეკე ვიჭორაოთ. მომენატრე, როგორ ხარ? იციან ჩემი აქაური ამბები და კითხულობენ რაღაცეებმა როგორ ჩაიარა. ცოტა არ იყოს გულდასაწყვეტია, რომ დრო და მანძილი ურთიერთობებზე ასე მოქმედებს. არდა ხშირად ამბობენ ხოლმე, წავიდა და თავში აუვარდაო და რატომღაც ყველა მესიჯი და ზარი ჩემგან გადის. მოკლედ, ვისაც გახსოვართ, გენატრებით, ან რამეში გჭირდებით, მე ისევ აქ ვარ, ისევ ჩემი სახელით და გვარით და მე ისევ მიყვარხართ, როგორც მიყვარდით. და ალბათ არა მარტო მე, სამწუხაროდ ბევრი ემიგრანტი წუხს ამაზე. და გეტყვით, რომ ჩვენი დროის გაგება Google-ით, ChatGPT-ით, ან თავად ტელეფონის აპლიკაციით შეგიძლიათ და ჩვენთან თუნდაც ღამე იყოს, თქვენ ზარს და მესიჯს, როცა მოვიცლით მე მაინც ვუპასუხებთ, ასე რომ ჩვენთვის თქვენი სიყვარული, მხარდაჭერა, სითბო და მონატრები იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ გგონიათ.